Ორის თანამდებობა, ეს არის ერთი თანამდებობა, რომელიც არის მთავარი ბრალდებელი ქვეყანას, ჩვენ არ გვყავს ბევრი მთავარი პროკურორი, მაგრამ მე ვთვლი, რომ რიგითი პროკურორისთვისაც შეუთავსებელია, როდესაც მას აქვს ნასამართლობა. რაც შეეხება გაქარწყლება და არ გაქარწყლებას, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაგალითად პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვადის ამოწურვამდე არაერთ პირს მოუხსნა ნასამართლობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს პირები ხვალ შეიძლება დაინიშნონ საქართველოს მთავარ პროკურორებ. მე იმედს ვიტოვებ, რომ გამოითხოვს ხელისუფლება გერმანიის სასამართლოდან და პროკურატურიდან დოკუმენტებს. საქმე გართულდა და ორივე საკითხი მერაბიშვილის დაციგიკუება გაყვანის ამბავი და ეს გერმანიის სასამართლოების ამბავიც უკავშირდება ერთ ადამიანს, გენპროკურორის ფიგურას და ისევ და ისე საქმე იქ მიდის იქამდე რომ ან გენპროკურორმა გაუშვან თუ ის მართალიას მერაბიშვილმა თქვა არ უნდა დატოვონ. ანუ მივდივართ კლავაც პოლიტიკურ განწყობლებამდე გაუშვათ ესე იგი დაუთმობ ნაცმოძრაობას და ეს მარცხია, მაგრამ არ გაუშვებთ და ყოველთვის კითხვები არსებობს რომ რა მოხდა იქ მერაბიშვილთან გერმანიაში რა მოხდა რატომ დატოვეთ ამის მერე თანამდებობაზე ეს ართულებს ძალიან ისევ და ისე მართველი გუნდის პოზიციებს და აი აქამდე არ უნდა მიიყვანთ ალბათ თავი დროზე ეს ყველაფერი ჩემი აზრით. იმ ფონზე როდესაც წინა ხელისუფლება ლამის ვინმისთან იწვა, ამასაც კი აკონტროლებდა, ჩემთვის დაუჯერებელია ის, რომ მათ არ იცოდნენ იმის შესახებ, რომ მოთარ ფარცხალაძე იყო ნასამართლები ყაჩაღური ქურდობისთვის. ერთია წინა ხელისუფლების დროს დაშვებული, ასე ვთქვათ, შეცდომა, როდესაც მსგავსი ადამიანები იკავებდნენ თანამდებობებს და მეორეა, როდესაც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები აბსოლუტურად გაუგებარი, უპასუხისმგებლო და უსუსური არგუმენტებით ცდილობენ გაამართლონ ნასამართლებით და თან ყაჩაღური ქურდობისთვის ნასამართლები ადამიანის ყოფნა ისეთ მაღალ თანამდებობაზე, როგორც არის ქვეყანაში ქვეყნის მთავარი პროკურორი. ფარცხალაძის წარსული ამ შემთხვევაში არის კითხვებს აჩენს, თუმცა სამართლებრივად მას პრობლემები არ აქვს იყოს მთავარი პროკურორი, პროკურორი ან სხვა ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობის პირი. მაგრამ რა თქმა უნდა აქვე მინდა დავზინო, რომ ჩემ ქვეყანაში მეგულებად საინტერესო ადამიანები, რომლებიც მიმართ საზოგადოებას არავითარი კითხვები არ იქნება წარსულთან მიმართებით, მე ვიცი რომ ეს ადამიანი გახდათ წინა გასულ ხელისუფლებაში სამყარო თანამდებობებზე და მაშინ არ იყო საქმის კურსში საზოგადოება, უბრალოდ ეს კითხვებს ბადებს რა თქმა უნდა და საინტერესოა. ანუ არ მესმის, აი კიდევ ეს ამტკიცებს ეს ყველაფერი იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთულად განწყობილი პოლიტიკური პარტიების დაპირისპირების პოლიგონად არის ჩვენი ქვეყანა ქცეული.